იმიტაცია და თვითმკვლელობის ნაღმი რუსულ ხელოვნებაში მიმართვა. სამწუხაროა, როცა თქვენ, რითაც ამაყობთ, ის ფასეულობები და ფორმა, რითაც ვითარდება მე-19 საუკუნის რუსული ხელოვნება, ახალი ძველ მსოფლიო კულტურებთან მიმართებაში მთლიანად ეფუძნება დასავლურ ევროპულ ცივილიზაციას და გავლენათა მშვენიერ ასახვას პოვებს და იკავის ერთ-ერთ ადგილს საერთო ხელოვნებაში. არქიტექტურა როგორც მშვენიერების გადმოტანა ნევაზე, განათლება, ლიტერატურა, დასავლური ფასეულობებით, დატრფობა ფრანგული კულტურით, პრინციპას აღმატებულობით ქორეოგრაფიული აღმასვლა, დასავლური ლიტერატურის ფორმათა გადაანალიზება და რუსული ავანგარდის საერთო გახსნილი ფორმაციის შემოტანა. ეს იმიტაციური ანარეკლები ბუნებრივია, რადგან ერთი სამყაროა და ხელოვნება კი საერთო კულტურების ანარეკლებია, ღია კომუნიკაციაა. საბჭოთა ტოტალიტარიზმის რაც ხელოვნება მიუხედავად ჩაკეტილი სივრცისა, ასევე ეფუძნებოდა და ტრფობაში იყო ანტიკურ დასავლურ ცივილიზაციასთან და რაც ნიშანდობლივია რა ხდება დღეს. პირველი თქვენ რითაც ამაყობთ, ეს ხომ ის იმიტაცია და ღია გავლენაა ძირითადად დასავლურ ცივილიზაციასთან, რადგან ბალალაიკა თქვენთვის მეორე პლანია. აძევებს ზუსტად იმ ხელოვნებას და მეცნიერებას, რაც ღია კომუნიკაცია იყო დასავლეთთან, რის საფუძველზეც განვითარდა და მეორე, ეთნოსურ საფუძველს კი იმ ბალალაიკას, იმ ფესვს, ალიონუშკა და ივანუშკა ანგრევთ, კლავთ სლავურ საძირკველს და გრჩებათ რა, ვიწრო, მესჩანური გათვლით მოპარული დაპყრობილი გაძარცვული ტერიტორიების ხროვა, მომთაბარე ინსტინქტური ძალის დემონსტრირება და დაპყრობის, განადგურების ჟინი. და ეს უკვე არც იმპერიაა და არც საბჭოთა კავშირი, მხოლოდ ტერიტორიების ხროვა. ის ფესვები, რომელსაც თქვენ ეჭიდებით და კლავთ, ახლა უკრაინაშია. ის ქრისტიანობაც, რომელსაც თქვენ თელავთ, ახლა უკრაინაშია და ის ხელოვნება, რომელსაც თქვენ განდევნეთ, ახლა უკრაინაშია. რადგან ის ატარებს იმ საერთო ცივილიზაციის ნიშნებს, რაც ეფუძნება ზოგად საკაცობრიო ფასეულობებს. რადგან ტერიტორიების ხროვა და ბირთვული შეიარაღება არ არის ცივილიზაცია, ის არაფერი ხდება. ეს დიდი მარცხია. მშვენიერება გადაარჩენს სამყაროს.